მეგობრებო, საერთო გაშლა უნდა გაგიკეთოთ ახლა ესეთი თემატიკით. რაც ცვლილებები მოაქვს თქვენთვის თქვენ ცხოვრებაში 2026 წელს. რას მოგიტანთ, რა შეიცვლება, რა სიახლეები იქნება. ძალიან მინდა რომ კარგი სიახლეები იყოს, მაგრამ ნახოთ რა იქნება და როგორ იქნება, იმისთვის რომ მივხვდეთ რომ საერთო გაშლა ეს თქვენზეა ეს ვიდეო. ამისთვის ნახოთ რა ენერგიაში ხართ, ეხლა ვინ ხართ თქვენ, რომელიც ამ ჩემ ვიდეოს უყურებთ, რა ენერგიებში ხართ, რომ გაარკვიოთ რამდენად თქვენია ეს გაშლა. თუ ეს გაშლა არ დაემთხვევა, გადმოდით ჩემ გვერდზე და სასურველი თემატიკის ვიდეო არჩიეთ, ასევე ახალი ვიდეო მაქვს ბოლო ამის წინა ატვირთული, თუ როგორ ვღებულობ ინფორმაციას მე კარტერისგან და როგორ გაწვით ამ ინფორმაციას ჩემი ინტუიციური პორტალიდან, ასე ვთქვათ. და ლაიკეთ ვიდეოები, არ დაგეზაროთ ენერგოცვლისთვის, არის აუცილებელი. ასევე გამოიწერეთ ჩემი გვერდზე. წავედით, ახლა გავიგოთ რა ენერგიებში ხართ, როცა ამ გაშლას უყურებთ, ვინ ხართ, რა ხართ. ხმლის მეფე ამოდის აქ. ჰაერისტიკის მეფეა ეს, შეიძლება წარმოადგენთ ჰაერისტიკიას, ტყუპების სასწორი მაიწყების ნიშანს, მაგრამ საერთო გაშლაში აუცილებელი არ არის. ადამიანი შეიძლება ბრძანდებით ორგანოების თანამშრომელი, ნებისმიერი პოლიციიდან დაწყებული, მოსამართლით დამთავრებული, კანონების მცოდნე, ძალიან თავშეკავებული, კარგად განვითარებული, ძალიან ანალიტიკური აზროვნებით და ცივი გონებით მდგომარეობა გაქვთ ისეთი ემოციების გამოხატვისგან ყოველთვის თავს იკავებთ, ყველა ნაბიჯის გადადგმას ანდობთ ხოლმე თქვენ გონებას აწონ-დაწონისას, როგორ უფრო მართებულია, სწორია, სინდისიერია, კანონიერია, ასეთ გამთ ყველა შემთხვევაში თქვენი სტრატეგია ერთგვარი არის გონებით ცხოვრება და არა ემოციებზე დაყრდნობით გადადგმული ნაბიჯები. ასევე შეიძლება ბრძანდებით სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, ქირურგი, ექიმი, მკურნალი, ასე ვთქვათ. ასევე არიან კარგი აიტიშნიკები, ჰაერისტიკის მეფე წარმომადგენლები საერთოდ, შეიძლება IT სფეროს წარმოადგენთ, ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი მუშაობა და სამუშაო რეჟიმი გაკავშირებთ, არა ესე საყოფაცხოვრებო დონეზე რაღაც კითხვებით მიმართვა, არამედ თქვენი პროფესიულ დონეზე სამუშაო არის ერთგვარი ინტერნეტ სფერო და განსაკუთრებით IT სფერო. ასევე არიან კარგი შეჰპოვარებიც, ცივი იარაღი იქ სადაც საჭიროა და იარაღი არის პროფესიულ დონეზე, ასე ვთქვათ. და რატომ IT სფერო იარაღთან დაკავშირებით? იმიტომ რომ ჰაერისტიკია არის ჰაერის ინტერნეტთან კავშირი არის, ასეც და ასეც. თუ ენერგიულად და იდენტიფიკაციით ხვდებით, რომ თქვენზე შეიძლება იყოს ეს გაშლა, პირდაპირ გადავიდეთ, აღარ ჩაუღრმავდები მეტ იდენტიფიკაციას. რა ცვლილებები მოაქვს თქვენ ცხოვრებაში 2026 წელს, რისთვის უნდა იყოს მზად? გავიგოთ ყველა. ეს კარტები უნდა გაჩვენოთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო კარტებია. ნახეთ, მე-20 მაღალი არკანი, ეს არის იუსტიცია, რომელიც ესე იგი მაღალი ძალებისგან მომდინარე თქვენი საბედისწერო ამბავია, რაღაცის აღდგენა, სამუშაო რეჟიმის აღდგენა, შეიძლება იყოს აქ, შეიძლება იყოს ურთიერთობას აღდგენის მდგომარეობა, აი ორიან ხმლით, როცა არჩევანს აკეთებდით ეს თუ ეს და ცოტა ჩაკეტილ მდგომარეობაში იყავით ურთიერთობებისგან, რომ აი გადაწყვეტილებას ვერ ღებულობდით რა და როგორ, აი ამ გადაწყვეტილებას 0-7 არკანით და ძალიან დიდი ალბათობით ჰაერისტიკის წარმომადგენელზე იქნება ამ შემთხვევაში საუბარი, იმიტომ რომ 7 ეს არის მერწყულების კარტი, როგორც წესი, განულებულ მდგომარეობაში ახლიდან იწყებთ ამ ადამიანთან ურთიერთობას, რაც თქვენი საბედისწერო მდგომარეობაა, რომ ეს როგორც ნათქვამია, რომ აი შენ ადამიანს არასდროს არ დაკარგავ და მაინც შენთან იქნება ის, რაც ბედისგან შენთვის მომდინარეაო, ეს ის შემთხვევაა, ეს თქვენი ბედი და მაღალი ძალებისგან მოვლენილი ადამიანი, რომელთან ურთიერთობაც ჩაკეტილი გქონდათ რაღაც პერიოდში შეიძლება ზოგს ურთიერთობა კონტაქტის დონეზეც არ ქონიათ, არც მიწერ-მოწერა, არც
არანაირი ურთიერთობა მოკლედ და შეიძლება არჩევანის წინაშე იყავით, განგიახლებინათ კონტაქტი და ურთიერთობა ამ ადამიანთან თუ არა, თუ არ გჭირდებათ ერთგვარი რაღაცა თქვენ თავში, თქვენ ნაჭუჭში იყავით, რომ აი რა ტესტირებას უწევდით საკუთარ თავს, ასევე თქვენ პარტნიორს, რას მოიტანს აი ეს სიჩუმე დასასრულია თუ არა, ერთგვარად მიხვდებით, რომ უნდა მისცეთ გზა გასაქანი და გზა და მომავალი აი ამ ურთიერთობას და სადაც ცოტა გამარჯვებულ მდგომარეობაში საჩვენებენ შულს ამ შემთხვევაში ამ კარტში და ამ კალოდაში, რომ აი რაღაცა დატოვა წარსულში, გაანულა წყენა, გაუგებრობები, ჩხუბები, რაღაცნაირი შეუთანხმებლობები და სრულად ახალი ეტაპი იწყება თქვენ ურთიერთობაში. ის, რასაც პრინციპში თქვენ დღესდღეობით შეიძლება თქვენთვის მაქსიმალურად წარმოუდგენელიც კი იყოს, ნაწილი იყოს ასეთი, რომ რას ყვება ეს გოგო, მაგრამ მაღალი ძალებისგან მოვლენილი თქვენი პარტნიორი, როგორც გითხარით, რომელიც თქვენი ბედი და თქვენი დამსახურებაც არის და ზოგისთვის, უფრო დამსახურება არის, იმიტომ რომ კარგი გვინდა რომ ნახოთ და თქვენი ჯილდოა, ასე ვთქვათ, ცხოვრების თქვენი მეორე ნახევარი რომ იყოს, აი ამ ემოციებს მიიტანთ ამ ადამიანამდე, რატომღაც მამაკაცებისთვის ვიძახი დღეს, თუმცა გაშლა არის ორივე ეს კესისთვის. მანდილოსნებმა მიიღეთ თქვენ თავზე, რომ აი ეს მამაკაცი მოვა თქვენთან თასით სავსე, ემოციებით სავსე, უკვე მეფეთასად ამოდის, ეს არის ძალიან გრძნობიარე, ემპათიური, თუ ბრძანდებოდა ჰაერისტიკის ცოტა ცივი მამაკაცის როლში ბრძანდებით, ესე ვთქვათ, ამ შემთხვევაში უკვე ემოციები დარბილდება და სიყვარულის და თასების ემოციებში გაინავარდებთ თქვენ პარტნიორთან ერთად, რაც შეცვლის პრინციპში თქვენი ცხოვრების ყოველდღიურობასაც, ემოციურ ფონსაც ძალიან კარგი პერსპექტივები გექნებათ, პერსპექტივები რა, უკვე მაღალი ძალებისგან არის ის გადაწყვეტილი სადღაც ზევით ეშელონებზე, რომ თქვენ უნდა დაბრუნდეთ ერთმანეთთან და ერთად იყოთ. კიდე რა მაქვს სასიხარულო და საინტერესო ცვლილება თქვენ ცხოვრებაში 2026 წელს. ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია მეგობრებისგან 3000 ამოდის კალოდისში და ამიტომ კოლექტივი იყო, შეიძლება იყოს ცოტა ისეთი ახლო კონტაქტები მეგობრული, ვისაც გაქვთ, ეს იმ ადამიანებისთვის იქნება ადამიანები, რომლებიც რაღაცა სულიერებას გასწავლიან, რაღაცას გასწავლიან, მოკლედ რაღაცა ერთგვარი თქვენი ცხოვრების თემატიკის, თქვენი როგორც პიროვნების გაზრდის მომენტი იქნება, კოლექტივში გექნებათ რაღაცა კონკურენტუნარიანი ბრძოლა, დაწინაურებისთვის, ხელფასის მომატებისთვის, თავის წარმოჩინებისთვის ერთგვარი შეიძლება ფარული კონკურენციაც იყოს თქვენსა და თქვენ კოლექტივში რამოდენიმე ადამიანს შორის, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ერთ-ერთი მათგანი, აი რამოდენიმე 4-5 კაცია კონკრეტულად აქ 5-იან ჟესზე თუ ვიტყვით, ერთ-ერთი მათგანი ძალიან არასინდისიერ გზებს მიმართავს, სწორი სიტყვა იქნება ჩემგან ალბათ რო გითხრათ, რაღაცა ღალატია მისი მხრიდან, რაღაცა ტყუილია, რაღაცა ქურდობა, არასინდისიერად მოიქცევა იმისთვის, რომ აი ამ კონკურენტუნარიან ბრძოლაში გაიმარჯვოს და მიაღწიოს წარმატებას, იმ დაწინაურებას, იმ ხელფასის მომატებას და სხვა დანარჩენები დარჩნენ, ასე ვთქვათ, მეორე, მესამე, მეხუთე, მეათე პლანზე თუ საფეხურზე, როგორ თქვა, აი წარმატებისთვის ყველანაირ არასინდისიერ გზასაც კი არ ეთაკილება რომ მიმართოს, ეს იქნება თქვენი კოლექტივის სამუშაო სფერო, თქვენი რაღაცა თითქოს სამეგობრო, სადაქალო, საძმაკაცო ამბავი, მაგრამ ფრთხილად იყავით და არ ენდოთ ძალიან ბევრი ნეგატიური ემოციები შეიძლება მიიღოთ ამ მდგომარეობაში. კარგი გაგება მინდოდა, მაგრამ რატომღაც ეს ინფორმაციაც ამოდის, რომ კარგი რისთვის იქნება, მოდი გავიგოთ ამას, რომ გაიგებთ. იმაზე აღარ ინაღლებთ, რომ თქვენი ბრალია, რომ რაღაცაში ენერგია არ ჩადეთ და თქვენ დააკელით, ასე ვთქვათ, ამ სამუშაო რეჟიმს, უბრალოდ დაასრულებთ ამ ადამიანთან ურთიერთობას, ერთგვარად ნიღაბს ჩამოხსნით და ნამდვილ მის სახეს დაინახავთ, გაიცნობთ და მიხვდებით, რომ ეს ის ადამიანი არ არის, ვისაც უნდა ენდოთ. კიდევ რა მოაქვს, მაშინ გავიგოთ, ეს რაღაც ნაწილისთვის იქნება, ყველასთვის არ არასაკვირველია.
დედოფალი ხმის მობრძანდება თქვენ ცხოვრებაში, შეიძლება ტერიტორიული სიშორიდან მეშვიდე მაღალი არკანის საჭით, ეს შეიძლება იყოს გადაადგილე ემიგრაციიდან დაბრუნება, რაღაცა პრობლემიდან დაბრუნება თქვენ ცხოვრებაში, ადამიანი, რომელიც მაღალ ეტაპზე გადაგიყვანთ, რაღაცნაირად დაგაკვალიანებთ